მოგესალმებით პირდაპირ ეთერშია სამედიცინო გადაცემა იმპულსის სტუდიაში თქვენთვის ირაკლი ფარულავა მუშაობს. დღეს გადაცემაში ნახავთ. რატომ არის მნიშვნელოვანი სოციალური უნარჩვევების გამომუშავება ბავშვებში? როგორ დავეხმაროთ მათ თანატოლებთან ურთიერთობაში? ბავშვის აღზრდა ხანგრძლივი, რთული და კომპლექსური პროცესია, რომლის დროსაც მშობელს ბევრი ფაქტორის გათვალისწინება უწევს. აღზრდის პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ბავშვის სოციალური უნარჩვევების გამომუშავება. მართალია ამ ჩვევების გაუმჯობესება ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება, თუმცა მათი ჩამოყალიბება და განვითარება ბავშვობის ადრეული წლებიდან იწყება. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ბავშვებში ჯანსაღი სოციალური ინტეგრაციისთვის საჭირო უნარჩვევების გამომუშავებას. ამ თემაზე იმპულსის შეკითხვებს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი ქეთი დევაძე უპასუხებს. მოგესალმებით ქეთი, მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის და ბოლო დროს სულ უფრო აქტუალურ თემაზე უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ ბევრი სპეციალისტი შეშფოთებას გამოთქვამს ამ საკითხთან დაკავშირებით და სულ უფრო მეტ სირთულეებს აწყდებიან ამ პროცესში, იმიტომ რომ ამაზე დეტალურად ვისაუბროთ, თუ რამ განაპირობა ეს. რატომ არის მნიშვნელოვანი ზოგადად ბავშვებში 21 საუკუნეში სოციალური უნარჩვევების განვითარება? მოგესალმებით. დავიწყოთ იმით, რომ სოციალური უნარები ეს არის ის უნარები, რომლითაც ადამიანი გარშემოყოფებთან ურთიერთქმედებს. შესაბამისად, ეს არ არის მხოლოდ ის უნარები, რომლითაც კომუნიკაციაში შედის სხვებთან, არამედ ასევე ის, თუ როგორ წარმოაჩენს საკუთარ თავს, როგორ ახდენს თვითრეფლექსიას, როგორ შეუძლია საკუთარი თავის წარმოჩენა სხვა ადამიანებთან. შესაბამისად, ეს არის ის უნარები, რომლითაც გარშემომყოფებთან ურთიერთქმედებს და ასევე ის უნარები, რომელიც საკუთარ თავთან ურთიერთქმედებაში ეხმარება. შესაბამისად, ეს უნარები ძალიან მნიშვნელოვანია და მათი განვითარების ხელშეწყობა, რა თქმა უნდა, ნომერ პირველი ამოცანაა მშობლების, მასწავლებლების თუ ბავშვზე მზრუნველი ადამიანების მხრიდან. სანამ იმ თანამედროვე სირთულეებზე ვისაუბრებთ, თუ რაც ჩნდება ბოლო პერიოდში და რას უკავშირდება ეს და რატომ ჩნდება კომუნიკაციის პრობლემები, ამ უნარჩვევების ჩამოყალიბებას, რატომ ექმნება პრობლემები, მანამდე მაინც უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორია ესე რომ ვთქვათ, გაიდლაინი, რა საკიდან უნდა დაიწყოს ამ უნარჩვევების განვითარება, რა საკიდან არის ნორმა მიღებული და რა საკის შემდეგ უკვე ითვლება დარღვევად. სოციალური უნარების განვითარება ადრეული ბავშვობის ასაკში იწყება. ფაქტობრივად შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის მუცლადყოფნიდანაც კი ამბობენ მკვლევრები, რომ უკვე იწყება სოციალური უნარების განვითარება და უკვე სახეზე გვაქვს სოციალური უნარები, მაშინ როდესაც ბავშვი დაიბადა. პირველი კონტაქტი, თვალით კონტაქტი, შეხებით კონტაქტი, ეს უკვე პირველი სოციალური კონტაქტი არის გარშემომყოფებთან, შესაბამისად სოციალური უნარების განვითარება უკვე ამ დროიდან იწყება. განსაკუთრებით თვალშისაცემი არის ხოლმე ეს დაახლოებით 2 წლიდან, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მანამდე სოციალური უნარები არ არის, ან მათი განვითარება. მეტყველება ალბათ ერთ-ერთი ტრიგერია, როდესაც შეუძლია მას გარკვეულწილად მიანიშნოს და მიუთითოს იმ აუცილებლობებზე და იმ საჭიროებებზე, რომელიც ჩნდება. ნამდვილად ასეა, თუმცა დღევანდელ გამოწვევებს და სხვადასხვა განვითარების დარღვევებს თუ განვიხილავთ, ხშირად არის ხოლმე ზუსტად აი ტრიგერად განიხილება მეტყველების დაგვიანება ან მეტყველების შეფერხება, თუმცა მეტყველება არ არის ერთადერთი კომუნიკაციის წყარო, მხოლოდ მეტყველებით არ ურთიერთობს ბავშვი გარემო სამყაროსთან, ამიტომ ვერ ჩავთვლით, რომ მხოლოდ აი მეტყველება თუ არ არის სახეზე, ეს უკვე კომუნიკაციის უნარის დარღვევა არის. შესაძლოა მანამდე იყოს პირველადი ნიშნები კომუნიკაციის, როგორიც არის მიმიკით მინიშნება, ან არ ვიცი, რაღაც გამოხატვა, ემოციის გამოხატვა სახეზე, ბგერები და ასე შემდეგ. ამიტომ უფრო ადრეულ ასაკში იწყება ხოლმე ამ სოციალურ უნარებზე დაკვირვება და არა მხოლოდ მაშინ, როდესაც უკვე მეტყველება უნდა იყოს წინა პლანზე წამოსული და გულისხმობ დაახლოებით 2 წელს, ხო? მაგრამ ალბათ მეტყველება არის ის უფრო მკაფიო პროცესი, რომელიც გვაძლევს აზრის გადაცემის და უფრო მკაფიოდ აღქმის საშუალებას და ეს ალბათ გარკვეულწილად ეხმარება გარშემოყოფებს, რომ მეტყველებაზე დაფუძნებით ზუსტად განსაზღვროს, რა საჭიროებები აქვს ბავშვს და აი ეს საჭიროებები შეესაბამება თუ არა კონკრეტულ სიტუაციას და მოცემულობას. ნამდვილად ასეა, თუმცა აქვე ვიტყვი, რომ არა ერთადერთი, ასევე შესაძლოა იყოს მეტყველება სრულიად გამართული, სრულიად ნორმაში, მაგრამ მაინც გქონდეს სოციალური უნარების დეფიციტი ან სოციალური უნარების დარღვევა. ამიტომ ეს არ არის ერთადერთი ინდიკატორი. აი, ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ დარღვევებზე დეტალურად, იმიტომ რომ ეს დარღვევები გვაძლევს
საშუალებას როგორი უნდა იყოს ნორმა და გვაძლევს გარკვეულწილად ტრიგერია ესე რომ ვთქვათ, რომ მშობელმა უნდა დაიწყოს რეაგირება სწრაფად და თუ ეს დარღვევები ფიქსირდება. რა არის რა ძირითადი სოციალური უნარები უნდა დაიწყოს ბავშვებში იმისათვის რომ ჩავთვალოთ რომ ეს არის ნორმა. პირველი იქნება ალბათ კომუნიკაცია, ეს არის ყველაზე თვალნათლივ დანახული უნარი, სოციალური უნარი, ასევე არის ემპათია, რაც ნიშნავს უნარს ამოიცნოს ემოციები სხვა ადამიანებში, ასევე საკუთარ თავშიც, ემოციური რეგულირების უნარები, რომელიც გულისხმობს იმას, რომ შეამჩნიოს და მართოს საკუთარი ემოციები, ასევე სოციალურ უნარებში განიხილება ისიც, რომ შეძლოს ბავშვმა ურთიერთობა დაამყაროს თანატოლებთან ან უფროსებთან, გულისხმობ იმას, რომ შეძლოს მოთმენა, წაგება, რიგის დაცვა და ასე შემდეგ, ეს სწორედ განიხილება ასევე სოციალური უნარების დარგში. თანატოლები ახსენეთ, მოდი დავიწყოთ იმით, რომ როგორ შეიძლება ბავშვს დავეხმაროთ თანატოლებთან ურთიერთობაში და აუცილებელია თუ არა ამ პროცესში დახმარება და რა შეცდომები შეიძლება დაუშვათ მშობელმა ამ დროს, როდესაც თანატოლებთან ურთიერთობა იწყება, იმიტომ რომ დღევანდელ რეალობაში ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ гаджетებზე და ასე შემდეგ, რომელმაც პრაქტიკულად ჩაანაცვლა კომუნიკაციის ეს ფორმები და ამას ცალკე პრობლემად აღიქვავს თანამედროვე საზოგადოება. აი ეს ურთიერთობები როგორ უნდა იყოს სწორი და როგორ შეიძლება დაეხმაროს ამ პროცესში მშობელი. მოდი დავიწყოთ იმით, რომ ძალიან ხშირად მოგმართავენ მშობლები გარკვეულ ასაკში და შეამჩნევენ ხოლმე, რომ ბავშვებს ურჩევნიათ უფროსებთან, დასრულებთან ურთიერთობა ვიდრე თანატოლებთან. დააკვირდნენ, რომ ბაღში ურჩევნიათ მარტო ითამაშონ, ან მასწავლებელთან ითამაშონ. როცა სტუმრები მოგდის, ურჩევნიათ, რომ ჩვენთან ითამაშონ მშობლებთან, ვიდრე მათ თანატოლებთან. არ ვიცი, ვერ უთმობს, ვერ უყოფს სათამაშოს და ასე შემდეგ. გარკვეულ ასაკში ეს არის სრულიად ნორმალური, რადგან დაახლოებით 4-5 წლამდე ბავშვის სოციალური განვითარება გვაჩვენებს იმას, რომ მისთვის პრიორიტეტი არის დასრულებთან ურთიერთობა, რადგან მას არ აქვს გარკვეული კოგნიტური უნარები განვითარებული. მაგალითად, ასეთი უნარი, რომელსაც ქვია, მას არ შეუძლია სხვის ადგილას წარმოიდგინოს საკუთარი თავი. მაგალითად, თუ ხედავს რაიმე სათამაშოს, ის დარწმუნებულია, რომ ეს მხოლოდ ჩემთვის არის. მას არ შეუძლია მეორე მხრიდან შეხედოს ამ მოვლენას, რომ შეიძლება სხვასაც უნდა, მაგალითად, ესა თუ ის სათამაშო. ის მხოლოდ თავისი ფოკუსით უყურებს ნების და აღიქვამს ნებისმიერ მოვლენას და შეიძლება ვთქვათ, რომ ამ დროს არის წამყვანი ეგოცენტრიზმი. ანუ ის ეგოცენტრულია, შესაბამისად მას უჭირს, რა თქმა უნდა, გაყოფა და თამაში დროის გატარება თანატოლთან. ეს არ გაყვეს მე დიდხანს ეს ნორმალურია, ხო, რადგან ხშირად ეშინიათ ხოლმე მშობლებს, როდესაც ამას შეამჩნევენ. მაგრამ თუ ეს არ შეიცვალა 4, განსაკუთრებით 5, 6 და განსაკუთრებით 7 წლის შემდეგ, რადგან დაახლოებით 4 წლიდან იწყება ამ უნარის განვითარება და რა თქმა უნდა დასაწყისში შესაძლოა შეცდომები იქნას, ხო, დაშვებული ბავშვის მხრიდან და არ იყოს ეს უნარი ესეთი მკაფიო, მაგრამ დაახლოებით 7 წლიდანაც კი თუ თანატოლებთან ურთიერთობა არ არის მისთვის უფრო პრიორიტეტი ვიდრე დასრულებთან ნორმალურ გარემოში. შესაძლოა ეს უკვე რაღაც ინდიკატორად მივიჩნიოთ და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია რომ ამ ასაკში განსაკუთრებით 4-5 წლიდან გარშემომყოფებმა ხელი შეუწყოთ რომ ბავშვს ჰქონდეს თანატოლებთანაც ურთიერთობა. რადგან შესაძლოა ბავშვი არ დადიოდეს საბავშვო ბაღში მაგალითად, ხო? და იყოს რაღაც მხოლოდ სახლურ გარემოში, მხოლოდ უფროსებთან, დასრულებთან. შესაბამისად დაახლოებით 4 წლიდან მაინც ძალიან მნიშვნელოვანია რომ შეუქმნათ ის გარემო, სადაც ის ექსპერიმენტირებს თანატოლებთან ურთიერთობით, სადაც შეძლებს უკვე ამ უნარის განვითარებას, რადგან ერთია რომ ჩნდება უნარი, მაგრამ ეს უნარი თუ არ განვითარდა, ცხადია შესაძლოა ვერ ფლობდეს ბავშვი უკვე ვერ დაეუფლოს ამ კონკრეტულ უნარს. შესაბამისად, ხელშეწყობა შევუქმნათ გარემო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ძალიან ხშირად სოციალურ უნარებზე როცა საუბრობ და სოციალური უნარები უკვე აღვნიშნე რომ ძალიან მიბმულია საკუთარი თავის კონტროლთან და თვითშეფასებასთან, საკუთარი თავის აღქმასთან, ანუ მე როგორ შევდივარ კომუნიკაციაში გარემოსთან, ასევე მე ასეთივე თვით აღქმა მაქვს, საკუთარი თავის ხატი მაქვს შექმნილი. შესაბამისად ძალიან ხშირად მშობლები იმისათვის რომ
შვილს უფრო მეტი კომფორტი შეუქმნან, ძალიან ერევიან ხოლმე მათ ურთიერთობებში. მაგალითად, თუ შვილი გვეუბნება, რომ იცი რაღაც კალამი წამართვა ჩემმა მეგობარმა და აღარ დამიბრუნა, ჩვენ ვცდილობთ, რომ მაშინვე მოვაგვაროთ ეს პრობლემა. შეიძლება დაურეკოთ მის მშობელს, ან ბავშვს დავარიგოთ, რომ იცი მეორეჯერ აღარ ათხოვო ეს კალამი. ძალიან ვერევით ხოლმე მისი სოციალური კავშირების დაალაგებაში. ან ჩვენ თვითონ ვუქმნით ამ კავშირებს, ვეუბნებით, რომ იმასთან არ იმეგობრო და მოდი ამასთან იმეგობრე. ან აგრესიული ქცევისკენ შეიძლება მივუთითოთ ხშირადაც არის და ნამდვილად ნებისმიერი სახით ვერევით და ვკარნახობთ რა უნდა გააკეთოს. ესეც არის ხოლმე ერთ-ერთი გავრცელებული შეცდომა მშობლების მხრიდან, რადგან შესაძლოა ჩვენ ვფიქრობდეთ, რომ ამ შემთხვევაში ეს კონკრეტული სიტუაცია მოვაგვარეთ, მაგრამ ბავშვს ამით ვასწავლით იმას, რომ თვითონ არ შეუძლია სოციალური სირთულეების, სოციალური გარემოს მართვა და მისი თვითშეფასება ეტაპობრივად იკლებს. ანუ მე არ მაქვს ის უნარები, რომ გავუმკლავდე გარემოს. ამისათვის მე გავშტება შეკითხვა, რა უნდა გავაკეთოთ ამ შემთხვევაში? ბუნებრივია სანამ გადავალთ შემდეგ ეტაპზე, იმიტომ რომ ხშირად არიან ბავშვები ბულინგის მსხვერპლი, ეს დამოკიდებულია ძალიან ბევრ ფაქტორზე, სქესზე, კონსტიტუციაზე და ასე შემდეგ. ნუ ეს ჩვეულებრივი ევოლუციური პროცესია და ამ დროს როგორი არის სწორი რეაქცია, რა უნდა გააკეთოს მშობელმა? მოდი თუ ამ სიტუაციას შევხედავთ სხვა კუთხით და მაგალითად მე როგორც ფსიქოლოგი გეტყვით, რომ ჩემთან მოხვედრილი ბავშვების უმეტესობა, რომლებიც შეიძლება წლების განმავლობაში იყვნენ რაღაც პრობლემებში, მაგალითად ბულინგის მსხვერპლნი და როდესაც უკვე გავრცელდა ეს ამბავი, მათ აქვთ ხოლმე ესეთი პასუხი, რატომ არ ამბობდნენ ამდენი ხანი ამის შესახებ არ ყვებოდნენ. ამბობენ იმას, რომ ისინი შეიძლება არ ენდობიან მშობლების ან მასწავლებლის მხრიდან იმ მოგვარების გზებს, რომლებსაც ისინი იყენებდნენ ადრეულ გამოცდილებებში. გულისხმობ იმას, რომ შესაძლოა ჩვენ თუ არასწორად ჩავერიეთ ამის მოგვარებაში, ბავშვი სხვა დროს არასოდეს აღარ გვეტყვის მის პრობლემების შესახებ. ჩვენ თუ არის კალამი, როდესაც წაართვა თანაკლასელმა, აქ ჩავერიეთ, ვუკარნახეთ და შეიძლება ცუდად წაუვიდა საქმე ამის შემდგომ ბავშვი, ამის გამო უფრო მეტად დასცინეს. ამის გამო ეს მეგობარი საერთოდ დაშორდა, ჩამოშორდა, ხო? ჩვენი ჩარევა თუ იყო არასწორი, შემდგომ უფრო რთულ შემთხვევებზეც ბავშვი აღარ გამოიყენებს კომუნიკაციის ამ სტილს, ის აღარ მოვა ჩვენთან დასახმარებლად და დახმარების საქმეში. ანუ ის ერთი შეცდომა არის მნიშვნელოვანი ხშირ ძალიან ხშირად, ხო, აი უკვე სხვადასხვა მაგალითით შეგვიძლია განვაზოგადოთ, რომ ბავშვებს აქვთ ხოლმე ცუდი წინარე გამოცდილება და ალბათ ყველას გაგვახსენდება ჩვენი ბავშვობიდან, ხო, რაღაც შეიძლება ვუთხარით და ის მოგვარ ან მასწავლებელს ვუთხარით და ისე მოგვარდა, რომ უარესი მოხდა ჩემთვის, ხო, ან დაცინვის ობიექტი გავხდი, ან ამის გამო არავინ მე მეგობრება, ან ჩამშვები მიწოდეს, ხო? ასეთ რაღაცებზე ძალიან სენსიტიურები არიან ბავშვები. და მაშინ რა გავაკეთოთ? ხო არ ვიქნებით ესე, ხო გულხელ დაკრეფილი და ვუყურებთ როგორ ზიანდება ჩვენი შვილი, ხო? ეს ალბათ ძალიან რთული სანახავია. ან საერთოდ ვერც დავაკვირდებით, ისე შეინახოს ეს ინფორმაცია და აღარ გამოიყენოს და დროთა განმავლობაში ეს გროვდება და სერიოზულ გავლენას ახდენს უკვე მის პიროვნულ ჩამოყალიბებაზე, მის სოციალურ უნარებზე და ასე შემდეგ. სწორედ ასეა, ამიტომ ასეთი ფორმულა მუშაობს, უნდა ვიყოთ შორიახლოს. ესეთი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ, ბავშვს ვასეინებთ პარკში, ის ჩვენ წინ ცოტა ახლოს გარბის, ჩვენ ვხედავთ მას, მაგრამ არ ვართ მის გვერდით. ის თუ წაიქცევა, ჩვენ დავინახავთ და შეგვიძლია თუ მას დახმარება სჭირდება, მივიდეთ და დავეხმაროთ. მაგრამ ვუყურებთ შორიახლოს. მოდი ეს განვაზოგადოთ. არ ვეხმარებით წამოდგომაში. მუდმივად ხელმოკიდებული არ გვყავს. ხო, ხელს ვუშვებთ ცოტათი, ვართ შორიახლოს. ეს ფორმულა შეგვიძლია გადმოვიტანოთ ნებისმიერ ასაკზე, სადაც ჩვენ ვართ შორიახლოს, მაგრამ მისი ცხოვრებით არ ვცხოვრობთ. რადგან არცეთ განსაკუთრებით მოზარდს არ სჭირდება მშობელი მუდმივად მის გვერდით. მათ აქვთ რაღაცები, რაც არ უნდათ, რომ ჩვენ გავიგოთ და ეს ნორმალურიც არის. ეს არის სეპარაციის, ჯანსაღი სეპარაციის ნაწილი, რომ ისინი იშენებენ საზღურებს დასრულებისგან და პირველ რიგში მშობლებისგან. მათ უნდათ, რომ სეპარაცია მოახდინონ, ცოტათი ჩამოგშორდნენ. ეს არის ნორმალური, ასე თუ არ ხდება, ანუ მოზარდი არ ვითარდება. ეს არის ნორმალური მოვლენა. მაგრამ მე უკვე თათომ არიან ზრდასრულები გააწყვეტილების მიღების უნარს მოკლებული, რატომ ზრდიან მშობლები თითქმის 40 წლის რაღაცა ხალხსაკრებულო ეიჯიზმი რო არ გამომივიდეს, მაგრამ ზრდასრულ ადამიანებს წლების განმავლობაში რატო ზრუნავენ მასზე, იმიტომ რომ ეს იმ პირველ ეტაპზე დაშვებული შეცდომის ბრალია, რომელიც მე მთელი ცხოვრების განმავლობაში მიყვება, იმ პირველ წამოდგომაში დახმარების ბრალია, რომელიც მე შეიძლება მთელი ცხოვრება გაგრძელდეს. ნამდვილად ასეა და ეს იმას გულისხმობს პირველ რიგში, ხო, აი რას ვაკეთებთ, როდესაც რაღაც პრობლემა შეექმნა ჩვენ შვილს.
მაგალითად მოვიდა და გითხრა რომ კალამი წამართვა ჩემმა თანაკლასელმა, ხო? ან რომ მე ბულინგის მსხვერპლი ვარ და ძალიან ცუდად მეკცევიან კლასელები. რა თქმა უნდა ძალიან გულსატკენია, როდესაც შვილს ასეც უყურებ და ვერაფერს აკეთებ. პირველ რიგში ის უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამ პრობლემის გადაჭრის გზა შესაძლოა ჩვენ არ ვიცოდეთ, რადგან ეს ჩემი ცხოვრება არ არის. და ნამდვილად ბავშვმა შესაძლოა უკეთ იცოდეს მის ცხოვრებაში ახლა რა ხდება, რა ნაბიჯს, რა საპასუხო რეაქცია შეიძლება მოხდეს მის გარემოში და გავაანალიზოთ ის, რომ შესაძლოა ჩვენ არ ვიყოთ საუკეთესო გადაწყვეტილების მიმღებნი. ასევე პირველ რიგში ჩვენ ბავშვს უნდა დავეხმაროთ იმაში, რომ ემოციური რეგულაცია მოახდინოს. ის ემოციები გადაამუშავოს, რომელშიც ახლა იმყოფება. მაგალითად, რა შეიძლება განიცდიდეს ბავშვი, რომელიც ბულინგის მსხვერპლია? ალბათ ეშინია, ალბათ სევდას განიცდის, ალბათ შეურაცხყოფილია. მოდი დავეხმაროთ, რომ ეს ემოციები გაიაზროს, დაინახოს, შეამჩნიოს და განიცადოს. ამ ემოციებში არ დავტოვოთ მარტო, დავეხმაროთ კი არ შევარცხინოთ, კი არ უთხრათ, რომ შენ ასაკში მე მთელს კლასს ვატრიალებდი და შენ კიდე როგორ გახდი ბულინგის მსხვერპლი, ხო? ან ნახე ის როგორ იქცევა. ხო, აი შენი უფროსი და ასე არ იყო. და ასე აი ეს არ გავაკეთოთ. პირიქით შანსი მივცეთ, რომ ის ემოციები, რომელიც ახლა აქვს, განიცადოს სრულად და არ დაბლოკოს. დავეხმაროთ ამაში. თუნდაც ვესაუბროთ იმაზე, რომ ალბათ როგორ შეგრცხვა. ალბათ როგორი გულდასაწყვეტი არის, ალბათ როგორ ამდენი ხანია ხარ ამ შიში და ალბათ რაც რთული უნდა ყოფილიყო ეს ყველაფერი. მივცეთ საშუალება, რომ ეს ყველაფერი გამოხატოს. ეს არის ყველაზე დიდი დახმარება, თუ მენტალური ჯანმრთელობის კუთხით შევხედავთ, ამ ისტორიის ყველაზე დიდი დახმარება, რაც შეიძლება გვერდში მდგომმა, ყველაზე ახლოს მდგომმა გაუწიოს და ამ შემთხვევაში მშობელმა თავის შვილს. არა შვილის დასჯა, არა საქმის გარჩევა, ესე რომ ვთქვათ, არა რაღაც ძაფრი რეაქციები, არამედ მინიმუმ შორიახლოს მდგომარეობაში ყოფნის პოზა და მინიმუმ ის ემპათია, რომელიც შეიძლება ბავშვის მიმართ გამოხატოს. დიახ, და ეს იქნება იმის წახალისებაც, რომ ბავშვი სწავლობს ემპათიას. მას როგორ აძლევენ, მისი როგორ ესმით, მისი მიმართ როგორ არიან ემპათიურები, ეს არის მაგალითი სწორედ და გამოცდილება იმისა, თავად როგორ უნდა იყოს ემპათიური, თუ სოციალურ უნარებზე ვსაუბრობთ, სწორედ ამას ნიშნავს, რომ ემოციური რეგულაცია ძალიან დიდ კავშირშია ჩვენ სოციალურ უნარებთან. ემოციური ინტელექტი ვისაუბროთ, რომ თანამედროვე რეალობაში იმ ეპოქაში, როდესაც ჩვენ ძალიან ბევრი მზა პროდუქტი გვაქვს, როცა ინტელექტის ზოგადად ინტელექტის კოეფიციენტის როლი სულ უფრო რაღაც გადახედვის ეტაპზეა, ემოციური ინტელექტი ყოველთვის წინა პლანზე გადმოდის და ემოციური ინტელექტის როლი სულ უფრო იზრდება, მით უმეტეს სოციალურ კომუნიკაციას, როცა ეხება საქმე და აი ბავშვთა ასაკში უნდა დაიწყოს ეს ყველაფერი. და ალბათ იწყება ძალიან ბევრი რაღაც თამაშებიდან. აი თამაშებს რა როლი აქვს იმ პროცესების განვითარებაში, იმ სოციალურ უნარების ჩამოყალიბებაში და ხშირ შემთხვევაში თავის დამკვიდრებაში, იმიტომ რომ ის ბავშვი, რომელსაც რაღაც წაართვა, შეიძლება თამაში სრულიად განსხვავებული აღმოჩნდეს და პრაქტიკულად ამ თამაშში მისი სოციალური როლიც კი შეიცვალოს. აი, რამდენად მნიშვნელოვანია თამაში უბრალოდ საკუთარ თავთან და სათამაშოებთან, თამაში სხვა გარემოში. ნახეთ, თამაში არის მინი მოდელირებული გარემო ჩვენი სამყაროსი. თამაშის მეშვეობით ბავშვი ახერხებს სხვადასხვა უნარის მოდელირებას. მას შეუძლია მიიღოს როლი მშობლის, შვილის, ექიმის, აგრესორის, დაჩაგრულის და ასე შემდეგ. მას შეუძლია თამაში დაცულ გარემოში, კონტროლირებად გარემოს, მის მიერ კონტროლირებულ გარემოში ჩადგეს სხვადასხვა როლში, განიცადოს სხვადასხვა ემოცია, მიიღოს სხვადასხვა როლი, ითამაშოს სხვადასხვა როლი დაცულ გარემოში. ეს ნამდვილად უნიკალური მეთოდია იმისათვის, რომ როლებს აქვს მნიშვნელობა, მშობლებს არ უნდა გამორჩეთ რაღაც როლები, რა როლს ღებულობს ბავშვი ამ პროცესში და რას თამაშობს, ეს არის თუ არა მნიშვნელოვანი? ძალიან მნიშვნელოვანია, ძირითადად ბავშვი იმ როლს თამაშობს ხოლმე, რომელსაც სხვაგან ჩვეულებრივ გარემოში, რასაც არ ვიცი, უყურებს, რაც აინტერესებს, მისი ინტერესის სფერო არის ხოლმე გადმოტანილი თამაში, ასევე შესაძლოა ბავშვი განახორციელებდეს იმ როლს, რომელსაც სხვა რეალურ სამყაროში ვერ იღებს. მაგალითად, თუ ის ჩაგრულია, შეიძლება პირიქით ჩაგვრელის როლი ითამაშოს. თუ პირიქით, თქვა შეიძლება პირიქით.
და ასე შემდეგ. შესაძლოა განახორციელოს ის როლი, რომელსაც რეალურად განიცდის, ან პირიქით ის როლი, რომელიც მას სურს რომ იყოს. და ჩვენ ხშირად ხედავთ ხოლმე ბავშვები, რომლებიც ისეთი ძლიერები არ არიან, შეიძლება აგრესიულები არ არიან, ხანდახან თავსაც ვერ იცავენ რეალურ სამყაროში, თამაში ახორციელებენ სწორედ აი ამ ენერგიის გადმოცემას და ეს ძალიან კარგია, რადგან ჩვენი მენტალური ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ის აგრესიული ენერგია, რომელიც ბუნებრივად გვაქვს ადამიანებს, გამოვათავისუფლოთ. აუცილებლად შეუძლია ამით გააკეთოს გარკვეულწილად იდენტიფიცირებაც თუ რა პრობლემის წინაშე შეიძლება იყოს ბავშვი. ნამდვილად ასეა, ფსიქოთერაპიაში გვაქვს ძალიან დიდი მიმართულება თამაშით თერაპია და სწორედ ეს არის თამაშით თერაპია, სადაც ჯერ ვაკვირდებით იმას თუ რა მინის სცენას აცოცხლებს ბავშვი და შემდგომ თამაშის საშუალებით ვეხმარებით ნამდვილად და ასევე ეს არის თერაპიაც ის რომ ბავშვი რომელიც ჩაგრულია და ახერხებს ახლა აქ რომ მისი აგრესია დაცულ გარემოში იქ კი არ დაუბრუნა საპასუხო დარტყმა სათამაშოებთან თამაში გამოავლინა ეს როლი ეს ძალიან ჯანსაღი ის გათავისუფლდა უკვე ამ აგრესიული ენერგიისაგან და ეს მშვენიერია ნამდვილად და ხშირ შემთხვევაში მოზრდილებსაც აქვს ეს პრობლემა ემპათიის და სხვის მიმართ დამოკიდებულების გამოხატვის, მაგრამ აი როგორ შეიძლება ბავშვს ვასწავლოთ ემპათია, როგორ შეიძლება ვასწავლოთ ის მნიშვნელოვანი სოციალური უნარჩვევები, რომელიც მას მთელი სიცოცხლის განმავლობაში გამოადგება და სწორედ ბავშვობის ასაკში ნასწავლი ეს გარკვეულწილად ესე რომ ვთქვათ მოდელები მას ძალიან ბევრ რაღაცას გაუადვილებს მომავალში. ეს შეიძლება ბევრ მშობელს ცოტა ისე ჩვენება რომ თითქოს უმნიშვნელოა რა შეიძლება ეხლა ვასწავლო მომავალში ცხოვრება მას ყველაფერს ასწავლის, მაგრამ სწორედ აი ეს პირველი დასწავლა, პირველი რა ვიცი ფსიქოლოგიაში იმპრინტინგს რომ ეძახიან, პირველი შთაბეჭდილება, რომელმაც შეიძლება მთელი ცხოვრებაც კი განსაზღვროს, აი ეს მნიშვნელოვანი უნარები მას შემდგომში გამოადგება და როგორ უნდა ვასწავლოთ ბავშვს ეს უნარები, ემპათია მათ შორის. ეს ძალიან ადრეული ასაკიდან უნდა დავიწყოთ ამის სწავლება, რადგან ისეთ ბოულბი გვეუბნება, რომ მიჯაჭულობის თეორია და ის თუ ბავშვი როგორ არის მიჯაჭული თავის მასე მზრუნველ ადამიანთან, ეს განსაზღვრავს სწორედ იმას, თუ როგორ აღვიქვამთ ჩვენ საერთოდ სამყაროს. და ეს დაახლოებით 6 თვიდან იწყება. ის თუ როგორ პასუხობთ ჩვილის საჭიროებებს არის თუ არა დაკმაყოფილებული მისი საჭიროებები, თუ ტირის ჩვენ ვიყვანთ თუ არა ხელში, ბეფერებით, თუ შეავყვებავთ თუ არა, მის პირველად საჭიროებებს როგორ უპასუხობთ და არის თუ არა ეს ჯანსაღი და უწყვეტი, ხან უპასუხობთ და ხან არა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ კუთხით, რომ ბავშვის სწორედ ამ ასაკში 6 თვიდან დაახლოებით 2 წლის ჩათვლით იღებს გადაწყვეტილებას სამყარო ჩემთვის არის თუ არა უსაფრთხო ადგილი. სწორედ ეს არის მიჯაჭულობის თეორია. ის მიიღებს გადაწყვეტილებას ის სამყარო, სადაც მოევლინა, როგორ დახვდა მას. ეს არის მტრულად განწყობილი ჩემ მიმართ სამყარო, სადაც სულ უნდა ვიყო ჩუმად, უნდა ვიბრძოლო გადარჩენისთვის, თუ ვარ დაცულ გარემოში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის მთელი ცხოვრების აღქმა, სამყაროს აღქმა ადამიანის მხრიდან. შესაბამისად, სოციალური უნარები სწორედ ამაზე არის მიბმული. მე თუ მიჯაჭულობის პერიოდში სამყაროსადმი უნდობლობა გამიჩნდა, რა თქმა უნდა, ჩემი სოციალური უნარებით სწორედ ასე წარიმართება. მე ვიქნები ეჭვიანი, არაემპათიური, ვიქნები აგრესიული უფრო მეტად და თუ სამყარო ჩემთვის სანდო არის, ცხადია, რომ უფრო მეტად ემპათიური ვარ. შესაბამისად, სწორედ 6 თვიდან დაახლოებით 2 წლამდე მიჯაჭულობის, სწორი მიჯაჭულობის ჩამოყალიბება და ბავშვისთვის უწყვეტად, მისთვის საჭირო გამოწვევების დადებითი პასუხით, ჩვენ შესაძლოა საფუძველი ჩაუყაროთ სოციალური უნარების სწორად განვითარებას. ასევე, როცა ემპათიაზე ვსაუბრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ როგორ მაგალითს ვაძლევთ ბავშვს. მე თვითონ თუ ვარ ძალიან კრიტიკული სხვების მიმართ, მე თუ ვერ ვამჩნევ სხვების ემოციებს, რა თქმა უნდა, ბავშვიც ამას დაისწავლის დაკვირვებით. და ასევე თუ არ ეგოცენტრული, ბანუბრია ბავშვიც ეგოცენტრული იქნება. დიდი ფაქტორი, დიდად განსაზღვრელი ფაქტორი არის, ეს აუცილებლად ასე ცხადია არ იქნება, მაგრამ ძალიან დიდი ფაქტორი არის, რაც მოქმედებს ბავშვის ემპათიის განვითარებაზე და ასევე რაც მთავარია, რაც უკვე თითქოს ვისაუბრეთ ამაზე, ის რომ ბავშვს მივცეთ საშუალება თავად ამოიცნოს თავისი ემოციები, თავად შეეძლოს ემოციური რეგულაცია, ეს არის ემპათიის ერთ-ერთი საწყისი ეტაპი. გარკვეულწილად მოდელირებული ქცევა და ხშირ შემთხვევაში, როდესაც
საუბრობთ რაღაც ბავშვის ცხოვრებისთვის მომზადებაზე, ესე რომ ვთქვათ რა, ეს არ არის მარტო კვება, ჩაცმა და ნორმალური გარემოს უზრუნველყოფა. ეს არის მომზადება მისი შემდგომი განვითარებისთვის, მისი შემდგომი სოციალური უნარების ჩამოყალიბებისთვის და ხშირად ბავშვებს თხოვთ იმას, რასაც თავად ვერ ვაკეთებ. ხშირად ბავშვებს თხოვთ წაიგონ წიგნი, ამ დროს ჩვენ ტელეფონში სკროლავთ და ან ვაკეთებთ ისეთ რეაქციას და გვაქვს ისეთი რეაქციები, რომელსაც ვერ ვაძლევთ მოდელს. ანუ როგორი უნდა იყოს მშობლის სწორი მოქმედება, როგორ უნდა ვასწავლოთ ბავშვს ეს სოციალური უნარები, მაშინ როდესაც პრაქტიკულად დღეს თანამედროვე საზოგადოებაში გაჯეტების მიმართ დამოკიდებულება, ეს არ არის აუცილებელი ტელეფონი, არ არის, ეს შეიძლება იყოს კომპიუტერი და ასე შემდეგ, სათამაშო კონსოლი და ასე შემდეგ. ანუ როგორ უნდა ჩამოუყალიბოთ ბავშვებს სწორი რეაქციები და გარკვეულწილად მივცეთ მოდელი იმის, რომ არ იყვნენ დამოკიდებული ელექტრონულ მოწყობილობებზე. ის გამოწვევა, რომელსაც სამყარო ებრძვის, უკვე ბოლო 10 წლეულია და ეს გამოწვევები იზრდება და რა თქმა უნდა თუ სოციალურ უნარებზე ვსაუბრობთ, ეს ერთ-ერთი პირველი გამოწვევა არის. საკუთრებით TikTok-ის შემდეგ. ძალიან ადრეული ასაკიდან, აი როდესაც ჩვენ მეტყველების განვითარებაზე ვსაუბრობდით, ძალიან ხშირად ჩვენ ვხედავთ უკვე ძალიან ხშირად, როდესაც მეტყველება არის დასწავლილი არა სოციალურ გარემოში, არამედ ეკრანიდან. და ეს არის ნამდვილად პრობლემა, როდესაც ჩვენ ვართ სოციალური არსებები და ჩვენ მეტყველებას სწორედ სოციალურ გარემოში ვსწავლობთ და ვისწავლით იმ გრამატიკულ წესებს, აი იმ მიმართებებს, სოციალურ გარემოში ვისწავლით. ხშირ შემთხვევაში სრულად სხვა ენაზე იწყებენ საუბარს ბავშვები, სწორედ ამას გულისხმობ, არა იმიტომ რომ მაგალითად მეგობარი ყავს ვინმე ან მეზობელი ყავს უცხოენოვანი, არამედ იმიტომ რომ ისინი ასე პასიურად არასოციალურ გარემოში ამას გულისხმობ, პასიურად დაკვირვებით სწავლობენ უცხოენას, ეს არის ხოლმე გარკვეული ინდიკატორი, ასე ვთქვათ, სამომავლო სოციალური პრობლემების. და როდესაც ვსაუბრობთ იმას, თუ როგორ უნდა განვითარდეს, ხო, აი ამ გარემოში როგორ უნდა მივცეთ, ასე ვთქვათ, სწორი მაგალითი თუნდაც სხვადასხვა გაჯეტების მოხმარების, ალბათ უნდა დავფიქრდეთ იმაზეც, რომ ეს არის გამოწვევა, რომელსაც სრულად ვერ ავკრძალავთ. ეს არის ის მოწყობილობები, რომლებიც უკვე ყოველდღიური ნაწილია ჩვენი ცხოვრების და ძალიან გვეხმარება და მის გარეშე უკვე ბევრი რაღაცის კეთება წარმოუდგენელია. როგორც სხვა ყველა გამოწვევაზე ბავშვებთან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გქონდეს წესები. როდესაც შემოგვაქვს წესი, აუცილებლად ეს წესი უნდა ავხსნათ, თუ რატომ ხდება ასე და არა იმიტომ, რომ უბრალოდ მე ასე მინდა. აუცილებლად უნდა ავხსნათ, რატომ, რისთვის არის ეს წესი საჭირო. და ამ წესს მუდმივად ვაკონტროლებთ. მეც საკუთარ თავთან, მაგალითად, მე თუ ვამბობ, რომ ჩვენ ჭამის დროს არ ვუყურებთ არაფერს გაჯეტებს, არავინ უნდა უყურებდეს, რადგან არ იქნება სამართლიანი. ეს შეიძლება რაღაც ასაკამდე ასატანი იყოს ბავშვის მხრიდან, მაგრამ როდესაც ხდება უკვე რომ დიახ, აი მე ვიყენებ, მაგრამ მას ვუკრძალავ, არა მხოლოდ ეს გაჯეტების წესი იქნება გადახედილი, არამედ სხვა წესებიც, რომელიც გვაქვს. ანუ უკვე ჩემი ნდობა, ჩემი ავტორიტეტი იქნება შელახული. ასევე როცა წესი შემოგვაქვს, მნიშვნელოვანია რომ ოჯახის ყველა წევრი იცავდეს. მაგალითად, თუ დედა ამბობს, რომ ჭამის დროს, თქვა, არ უნდა გამოვიყენოთ და მამა ამბობს, რომ კარგი არა უშავს, ესეც უკვე ავტორიტეტის ღვევამდე მიდის და წესი უკვე აღარ მუშაობს. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ეტაპობრივად შემოვიტანოთ წესები და ეს წესები იყოს მუდმივად არსებული და დაცული. იმიტომ რომ ძალიან ხშირად, როდესაც მშობლები საუბრობენ, რომ ბავშვები მოიხმარენ გაჯეტებს, ავად მოიხმარენ გაჯეტებს, თავად არიან ხოლმე ავად მომხმარებლები გაჯეტების და ასევე ძალიან ხშირად თავად ამბობენ, რომ მე ამას ვერ უმართავ. ამიტომ ეს ხშირად არის ხოლმე, ასე ვთქვათ, მშობლებიდან გამომდინარე სირთულეს და არა მხოლოდ ბავშვის, რადგან როდესაც ბავშვს წესს და შემოვუტანთ, ბავშვები საკმაოდ პატივს ცემენ ხოლმე იმ წესებს, რომლებშიც ისინი ცხოვრობენ და იშვიათად არის ხოლმე, როდესაც წესად გვაქვს შემოტანილი და ამას ყველა პატივს ცემს, ამ წესებს ბავშვები იშვიათად არ მნიშვნელობა არ აქვს. პატარაა და ვერ გაიგებს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. არა, ნამდვილად პირიქით, განსაკუთრებით მცირე ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია რუტინულობა და წესების არსებობა, რადგან ბავშვმა იცის რა იქნება ახლა. ამას თუ გავაკეთებ, რას მივიღებ და ასე შემდეგ. ეს მისი ემოციების რეგულაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. და ბუნებრივია, სწორედ საკუთარი ქცევის მოდელი არის ხშირ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია მშობლებისთვის, თუ როგორ შეიძლება ვასწავლოთ ბავშვებს ესა თუ ის ქცევა, როგორ შეიძლება გადაიღონ ბავშვებმა და გააკეთონ მოდელირება იმ ქცევის, რომელსაც მშობელი
დროის იმ კონკრეტულ მონაკვეთში ახორციელებს, ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის რეკომენდაციები და ის რჩევები, რომელზეც თქვენ საუბრობდით ეხლა. მადლობა კეთი საინტერესო რჩევებისთვის, იმედია მშობლები გაითვალისწინებენ, იმიტომ რომ ბავშვთა ასაკში პრაქტიკულად ახალშობილიდან დაწყებული ნებისმიერ ეტაპზე ნებისმიერი ქცევა, ნებისმიერი რეკომენდაცია, ნებისმიერი სწორად მიღებული გადაწყვეტილება მისი მომდევნო სოციალური უნარების ჩამოყალიბების წინაპირობაა. წარმატებებს გისურვებთ დაგემშვიდობებით. მაყურებელს კი შევახსენებ, რომ იმპულსის შეკითხვებს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი კეთი დევაძე პასუხობდა. ამეთქი ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახავდა მომავალ შეხვედრამდე.